საღამოშვიდობისა გადაცემა სუბიექტური აზრი წარმოგიდგენ ჩალვა რამიშვილი და მე დიანა ტრაპაიძე. დღეს და კიდევ ერთი კვირა ჩვენ თანაწამყვანი იქნება ცნობილი თავად ტელეწამყვანი, ამჯერად ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ინგა გრიგოლია, რომელმაც სულ არ გამორიცხა პროფესიაში დაბრუნება და ერთ-ერთ ტელეეთერში კონკრეტული თარიღიც დაასახელა, რომ ეს მოხდება ერთ წელიწადში. აი დაგილია, მოიცა ბოდიში. არ არის პრობლემა, შალვა. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი. ეხლა რა ხდება? ნუ ვიტყვი, დიანა ესე ხო არ შემოვარდება პირდაპირ, ხო უნდა გავაკეთოთ, რომ ძალიან დიდი ხანი გვინდოდა დიანა ტრაპაიძის დათრევა პირდაპირ ეთერში, რომ მოსულიყო და წაიყვანა, იმიტომ რომ ჩემი აზრით დიანა ტრაპაიძე არის ერთ-ერთი საუკეთესო მოქმედი ქართველი ჟურნალისტი. პროფესიონალიზმი ერთია. აქ შეიძლება სხვა ჩვენს პროფესიონალიზმთან დაკავშირებით ზოგ-ზოგი ერთ-ერთს გვერდასახელს არ დავასახელებ, მაგრამ პრეტენზიები შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ვიღაცებს მიშისტებს ძირითადად, მაგრამ რაც შეეხება ჟურნალისტურ რენომეს და ეს სიტყვა მიყვარს უნციკლობას, მე ვქნები უნციკლო წამყვანი, ჟალვა იგნო. დღეიდან დიანა ტრაპაიძე, ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი, ასე შეიძლება ითქვას, ჩემი დაიკო, არ მინდოდა ამ სიტყვის თქვა, მაგრამ მაინც ხარ რა. ისე შეკოსმონავტის გული ქონია პირველ რიგში გილოცავ. ახალი გადაცემის წამყვანობას თუ არ ვწდები ეს სატელევიზიო პროექტის პირველი, მინდა გისურვო მთელი გული და სული წარმატებები და მართლა კოსმონავტის გული ქონია, იმიტომ რომ შალვა რამიშვილი ერთად გადაცემის წამყვანას სუგმირობა მგონია ხოლმე და. ინგა გრიგოლიას რაც შეეხება, ინგა გრიგოლია ქრესტომატიაში შევა ქართული ჟურნალისტიკის. რას შენ ხო არის რა? დამცინი, ინაღამ ისეთი ქუჩური ლექსი. არა, რას მაშაყირებ, ხო? არა, უკაცრავ, შენ ხო არის რა კუთხით შეხვალ ჯერ? რამესაც შეიძლება თუ იტყვი, ეგრევე გაგიბრუნდეს. მე მინდა რომ კარგად შეხვიდე და შეხვალ. არა, ქრესტომატიაში შეხვალ, გარდა ამისა ხუმრობდით, რომ ვინც ჩემს გვერდზე არის და ამ ბავშვი გააჩინა ყველამ და ან გატყოდა და ბედი გაგეხსენ, რომ ბავშვის გასაჩენად არ მცალია, არ ვაპირებ და რა შეეხება ხო, ნუ ბედის გახსნას ვნახოთ. საღამოშვიდობისა უნდა მოგესალმოთ, იმიტომ რომ მე არ ვარ დღეს თქვენი სტუმარი, მეც ვარ გადაცემის თანაწამყვანი, ხო? შესაბამისად მე მგონი თანაბარი უფლებები გვაქვს. დღეს ძალიან საინტერესო კვირა დაიწყო, მე მგონი პირველ რიგში იმით, რომ სუბიექტურ აზრს ყავს ახალი წამყვანი, ეს ერთ-ერთი საერთაშორისო არა, მაგრამ ქართული ჟურნალისტიკის დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი მოვლენა. და ნომერი მეორე, ასევე ძალიან ცხელი და მთავარი თემა, ეს იყო მე მგონი ვალერი გელბახიანის დაკავება. იმიტომ რომ როდესაც დილით ეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვალერი გელბახიანი საქართველოს სომხეთის საზღვრიდან პირდაპირ გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს, მომენტალურად დაატრიალეს კადრები, რომლის საფუძველზეც მოხდა საერთოდ ამ ადამიანის გაქცევა საქართველოს და როცა აღიძრა საქმე სახელმწიფო გადატრიალების შორის. თუ გახსოვთ, იქ იყო ერთი ვინმე ქალბატონი, გვარი დამავიწყდება. გაბუნია. რომელიც ეს ქალბატონი, რომელიც მონაწილეობდა ამ დიალოგში. საქმეში ასე წერია, რომ ვალერ გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება. და აი ეს ქალბატონი, რომელთან ერთადაც ვითომ ვალერიმ შეიმუშავა ეს რაღაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, ძალიან მალე იქნა განთავისუფლებული და მას მოხსნილი აქვს საერთოდ ნასამართლეობა. ანუ თავისთავად უკვე ძალიან კომიკური გახდა იმდროინდელ ამბებს თუ გავიხსენებთ, საერთოდ ვინმეს დადანაშაულება 2007 წლის სახელმწიფო ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული თემები, როგორც კი შეეხები ამ თემებს, იმ წუთში მოდის არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ძალიან დიდი მზაკრობის, ხელისუფლებისგან ჩადენილი მზაკრობის, უსამართლობის სუნი. თან ყველა საქმეა აბსოლუტურად. ხო, მაგრამ ეს არის იცი როგორი საქმე, თეთრზე შავი. დღეს გიორგი თარგამაძემ გააკეთა განცხადება და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ჩვენ თავდებში უდგებით და მოკლედ გამოუშვან ეს კაცი ციხიდან და რატოა იცი კურიოზია. თუ კი სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, ნიკა გვარამია გახსოვთ, რომ გააშანშალა პროკურატურამ ეს რაღაც ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმები. დაადანაშაულა ლამის ყველა, ვისაც ვიცნობთ, რომ იყო მოღალატე და აგენტი და სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა პრაქტიკულად არა ვინ დაუჭერია და არანაირი გამოძიება არ ყოფილა და აღმოჩნდა რომ ეს ქალიც გამოუშვეს, ნასამართლეობა მოხსეს და მხოლოდ იჭერენ ვალერი გელბახიანს. აქედან გამომდინარე მე დანის ციხეში ადვოკატია შესული და ჩვენ მქონდა მცდელობა დავკავშირებოთ და გადაცემის პირველ ნაწილში ჩაგვერთო თუ ის გამოვა ხაზზე, ანუ დაასრულებს ასევე მინდა მოკლედ თქვა რაღაც ინციდენტი იყო მის ვაჟთან, რომელიც მასთან ერთად ჩამოვიდა და მინდა თქვა რომ ჩემთან ინციდენტი ამოწურილია და კაცი ციხეშია და რა თქმა უნდა მას ახლა
თანაგზნობა და ხარდაჭერა. იცი რა, მარტო სენტიმენტები და რაღაცა ისეთი ლირიული გადახვევები რო არის საზღვარზე გადმოსვლა იმისთვის რომ ჩამოდიოდა მას. დედა ყავდა მას ცუდად და მიიღო გადაწყვეტილება. ეხლა მითხარი გულწრფელად, დედა რომ ყავდეს ცუდად, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ალბათ მივიღებთ იგივე გადაწყვეტილებას, მაგრამ აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტი. არავინ არ არის დაჭერილი, არავის უგია პასუხი. თუ კი რაიმე ტიპის სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებენ ამ ადამიანს, მაშინ მარტო ატრიალებდა ამ სახელმწიფოს. ხო, მაგრამ ინგა ჩვენ გვახსოვს 26 მაისის მოვლენების შემდეგ თითქმის ყველა უმაღლეს თანამდებობის პირები ბურჯანაძეზე და მის გარემოცვაზე იძახდნენ რომ ისინი აპირებდნენ სისხლიან გადატრიალებას და გრუს სპეცრაზმის შემოყვანას. და მე ციკლიც მქონდა გადაცემების და ყველა ერთად ვიძახდნენ რომ მან დაიჭირათ ბურჯანაძე ან შეწყვიტეთ მის საკეთებაზე ლაპარაკი. და მეც გეთანხმებოდი, ზუსტად იგივეს ვფიქრობდი, თუ კი იყო აქ რაიმე ტიპის ღალატის სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა დაიჭირათ, მაგრამ რა მოხდა აქაც იგივე. არავინ არ გაეკარა ნინო ბურჯანაძეს, ხელი არ ახლეს, ალბათ იმიტომ, ალბათ სიამონები დაიჭერდნენ მოდით ეხლა ხმაურის მოერიდათ. არ უნდათ რომ მისგან შეექმნათ ფიგურა, იმიტომ რომ შემდეგ შედეგობრივად როგორც განვითარდა მოვლენები, ნინო ბურჯანაძე ვფიქრობ უფრო დაზარავდა ვიდრე დაუშვათ მას რენომეს რაიმე ვერ დაუკისებდნენ გრუს სპეცრაზმთან ურთიერთობას. მე ზუსტად არ უნდათ რომ ეს გამხდარიყო ახალი პოლიტიკური ლიდერი და აი ამიტომ არ მოდის ხარ ამას კითხავ. შენი აზრით ამ ხელისუფლებას ჰქონდეს უტყუარი ცნობები იმის შესახებ რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი უტყუარი ისეთი რომელიც ნებისმიერ მიუკერძებელ ექსპერტს თუ უცხოელს და სიმართლეში ამ ფაქტებისა დაადასტურებს რომ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია თანამშრომლობს რუსეთთან, რუსეთის დაზვერვასთან. დაიჭერენ კი არა, არ ვიცი. რა თქმა უნდა, საჩვენებელ სასამართლოებს მოაწყობენ. ეხა ხო არ გვიშვებენ კამერები და ჟურნალისტებს შეუკრძალეს. ყველა შეუშვებენ. პირდაპირ ეთერში გადასცემენ და ყველა სათითაოდ აჩვენებენ აი ამ მოღალატეების ეგრეთ წოდებული საქმეებს. იმიტომ ვერავის იჭერენ შალვა. იგივე ის ნოემბრის ამბებიც, რაზეც ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ აღიძა საქმე, რომ ესე ყველაფერი ირკვევა რო არის შეთითხნელი. კარგად მომზადებული, შეწებებულ, დაწებებული, შეიძლება შენი ხმა ეთერში დამონტაჟებული მოისმინო და ისეც ისულელეს ამბობდე რომ მე მიდი და ამტკიცე, მაგრამ ფაქტია რომ მასალების არარსებობის გამო დღეს ვერავის ვერ რა გვაქვს კიდე რა ხდება რესპუბლიკაში. გავაგრძელოთ. კიდევ მიხეილ სააკაშვილი ჰელმანდის პროვინციაში ჩავიდა და იქ გააკეთა განცხადება რომ ავღანეთში სამსახურით ქართულ ჯარისკაცებს თავის ქვეყნის კეთილდღეობაში დიდი წვლილი შეაქვთ. საინტერესოა ის რომ ერთ-ერთმა ირანულ ქართულმა რადიომ 12 თებერვალს გავრცელა ინფორმაცია რომ სააკაშვილი ჩადიოდა ავღანეთში, თუმცა შემდეგ ამავე საიტზე ჩვენ ვიპოვეთ ინფორმაცია რომ გადაიდო მისი ვიზიტი, როგორც ჩანს დღეს შედგა სწორედ ეს ვიზიტი, სადაც სააკაშვილმა ვთქვათ წავიკითხე ციტატა, რაც განაცხადა, თუმცა მანამდე იყო ტელეკომპანია დოჟდის ეთერში პრეზიდენტთან ინტერვიუ. მე მგონი რამდენიმე ფრაგმენტი წავიკითხო. ჩვენი მთავარი მიღწევა არის ის, რომ მივდიოდით რისკზე. მსოფლიო პოლიტიკის პრობლემა არის ნულოვანი რისკის პოლიტიკა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. თუ არ არის დიდი ლიდერი, ანუ დიდი ლიდერები ახერხებდნენ მხოლოდ უფრო წინ წასვლას და უფრო მეტის გარისკვას. შეკითხვაზე რა არის სააკაშვილის ოცნება, ის პასუხობს, რომ პირადი ოცნებები არ აქვს და მისი აისრულო ყველა ოცნება. მისი ყველა ოცნება დაკავშირებული. არაფერი აღარ დარჩენია აუსრულებელი და. მოგეთ გაირკვა რომ პირადი ოცნებები არ აქვს და მისი ყველა ოცნება დაკავშირებულია მის ქვეყანასთან. უნდა 9 მილიონი ქართველი თავის სახლში დაბრუნდეს და საქართველოს იყოს მოდერნიზებული ქვეყანა. ეს არის ერთ რაღაცას გაგახსენებთ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ შალვა მე მგონი მაშინ ჯერ არ იყო ტელევიზიაში დაბრუნებული. მიშა გამოვიდა და თქვა, მე დაუსვი ეს კითხვა, რომ თქვენი დანაპირები, მეორე ვადით თუ კი გახდებით პრეზიდენტი. მან თქვა რომ ჩემი მეორე ვადით პრეზიდენტობის დროს საქართველოს გაერთიანება და გამწვანება უნდა მოხდეს. იგი ისე მიდის პრეზიდენტობიდან, რომ არამც თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეგრეთ წოდებული, არამედ დავკარგეთ დამატებით კიდევ კოდორი. გასაგებია, თუმცა ეს მის ოცნებების ნუსხაში ფიგურირებს. როდესაც ის ესეთი დონის ჩვენ ვიცით ახლა დოჟის რეიტინგი და როდესაც ასე ტელევიზიის ჟურნალისტს აძლევს ინტერვიუს, რასაკვირველია იგი არის ამ შემთხვევაში არა გულწრფელი, თორე სააკაშვილს ძალიან ბევრი ოცნება აქვს პირველ რიგში ის როგორ დარჩეს ხელში. მოდით შალვა გავაგზავნო თუ მე მინდა ვთქვა რომ ამ ინტერვიუდ და მიშას გამონათქვამები დადასტურდა ის რაც მე მგონი ყველა მიცის, მაგრამ ხმამაღლა ნაციონალები ამაზე არ საუბრობენ. მათ აქვთ ძალიან მკაფიო წარმოდგენა. არ ამგონია რომ ნაციონალები იმ დონის პრიმიტივები იყვნენ რომ მხოლოდ ფულის შოვნაზე და ჯიბის გასქელებაზე ფიქრობდნენ. ზოგიერთ მათგანს აქვს იდეებიც, მაგალითად ეს უფრო ბოკერიას და სხვა ამ ფთას ლიბერალების ფთას ეხება. მათ აქვთ ესეთი განცდა. ქართველი ხალხი არის ბნელი და ამიტომ მათთვის დემოკრატია ჯერ ადრეა. ჩვენ გავზდით ქართულ ხალხს,
აი სწორედ დიდი ლიდერის მეშვეობით დემოკრატია ცუდიაო ხო იძახის არა? დიდი ლიდერის მეშვეობით დემოკრატია არაეფექტურია. უფრო წინ მიდიოდნენ და უფრო მეც რისკავდნენ. ხო და ამიტომ მეტის გარისკო შესაძლებელია მოავტორიტარულო რეჟიმის პირობებში, შესაბამისად, როცა ჩვენ გავრისკავთ, ავაშენებთ ქვეყანას, ყველას გაუგებთ სინგაპურიზაცია. ბნელები აღარ იქნებიან აქ, მაშინ ჩავთავთ დემოკრატიას. მე მაინც მგონია, რომ გიგა ბოკერია შარავანდედით შემოსვა მიდის ამ ბოლო დროს და სულ მგონია, რომ ამაში ნებით უნებლიეთ. სპეციალურად ვაკეთებთ, რომ რაღაცნაირად არა, ბზარი ვერ გაჩნდება, მაგრამ ნებით უნებლიეთ არის ეს იმის მცდელობა, ან უფრო სწორედ ხომ არ არის კითხვით ფორმით ვიტყვი, რომ მას ჩამორეცხო ყველა ის ძველი მინუსები რაც ამ ადამიანს ქონდა. მე ეს ეჭვი ეს ფაქტი მიჩენს იცი ისევს რომ ხშირად კითხვას რო სვანხობ ვინ შეიძლება იყოს მომავალი პრეზიდენტი. ისე საეჭვოდ მიდის მისი იმიჯის როგორ გამორიცხულია რომ გიგა ბოკერიაზე ეხლა შენც ისეთ კონტექსტში ახსენე რომ აი რაღაცა ერთი ჯგუფი რომელიც ესები არა გიგა ბოკერი არის ისეთივე პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, მაგრამ გამორიცხულია. გიგა ბოკერიას გაპრეზიდენტება ამ ქვეყანაში გაპრეზიდენტებაზე არ არის საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ გაპრემიერებაზე. კი ბატონო, გაპრემიერება გამორიცხულია. ნუ ზიზღის ჯგუფში არის ესეთი სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი, ვიცით. ზიზღის ჯგუფში ლიდერობს ეხლა რა. ერთი ამბავი მინდოდა მომეყოლა, ეხლა შალვამ რაც ხო ახალი ადამიანების შექმნის იდეაო, შენ კარგად გემახსოვრება, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ახლოს იყავი. პირველივე დღეებში, როგორც კი რევოლუცია მოხდა, ლევან რამიშვილი, მთელი თავისი შემადგენლობით, ისეთივე მისივე წარმომადგენლებით, მიადგა მაშინდელ პირველ არხს. ირმა ინაშვილი ამბობს და ირმა ამბობს სრულ სიმართლეს, აი აბსოლუტურ სიმართლეს. აიღეთო პასტები და ფურცლები და ჩაიწერეთ. აძლევდნენ დირექტივებს. უფრო სწორედ იყო მცდელობა რა, იგივე ინაშვილი ესწრებოდა ამ შეხვედრებს და რა ვიღაც ჟურნალისტები. როგორ უნდა გადასცეთ ნიუსი და ამის უკან იდგა რა რომ რელიგიაზე შეტევა და რასაშინელია ეკლესია და ასე შემდეგ. რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ადამიანები. აი რაც შენ თქვი, იდეოლოგია ახალი, სრულიად ახალი თაობა, რომელსაც მოვეწონებით მხოლოდ ჩვენ, როგორც ახალი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში. რა ხდება კიდე დიანა? კარგით. ჩვენ ძირითადად ვეყრდნობით ამბებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. მე მაგალითად მოусმინე გუშინ ინგა გრიგოლიას არის ასეთი პოლიტიკოსი რადიო ობიექტივის ეთერში და მე რომ სააგენტო მქონოდა დიდი სიამოვნებით გავანიუსებდი ასე. ეხლა უარესი საშუალება გაქვს მე. ამიტომ წავიკითხავ. თუ ნაციონალური არხები არ გათავისუფლდა ოპოზიციისთვის, მე პირადად ინგა გრიგოლიას საერთოდ არჩევნებში მონაწილეობის ას ვერ ვხედავ. თუ პოლიტიკური ток-შოუები არ დაიწყება ნაციონალურ არხებზე, მე ინგა გრიგოლია არ ჩავჯდები პარტიულ სიაში. არიან ნაციონალური არხები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაზე მუშაობენ, სხვა არხების სხვებზე ჩვენ ვართ გაჩხერილები, იგულისხმება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, უაზრობა ამ არჩევნებში მონაწილეობა, თუ არ დაიწყება პირდაპირ ეთერი, მეორდები და დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წაიყვანს ამ ეთერს. მე მინდა ვისაუბროთ ამ თემაზე, რომ არ გამოვიდეს რესპონდენტის როლში, რომ არ იყოს ინგა. არა, უკაცრავად, ეხა უყურე. შენ ამბობ რომ შენ არ ვის გასაგონად არის ძალიან საინტერესოა პარტიის ლიდერის ხელისუფლების თუ თქვათ ტელეკომპანიების ხელმძღვანელების მისამართით. თუ ინგა გრიგოლია არ ჩაჯდება ქრისტიან-დემოკრატების სიაში, ქრისტიან-დემოკრატები გაძლევით ჩემი აზრით მეც დაკარგავ ვიდრე ინგა გრიგოლია. ლევან ვეფხვაძემ ერთ-ერთ რადიო ეთერში დაადასტურა რომ ინგა გრიგოლია იქნება საპარლამენტო სიაში. ეგრეა რა, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ. ეხლა უკვე შენი სიაში ჩაჯდომა არ ჩაჯდომის საკითხი. მიანდე გეგეშიძეს იმას ვიღაცებს. ვინ გეგეშიძეს? აი, ვინც არის დირექტორი რა. ჩემი სიაში ჩაჯდომა. ხო, შენ ხო თქვი რომ, მე არ უკაცრავად ეხა შენ თუ არ დაიწყებაო. მე ამოვწერე ეს ციტატა ეთერიდან, ანუ ხომ თახმები. არა, გეგეშიძეს მიანდა. შენ ენაზე ვისაუბრებ რა. მოდი ეხა პირდაპირ ვთქვათ, მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცა კითხვას რომ მისვამენ, კითხვებს გაურბივარ და მიკითხავ. დამისვეს კითხვა, მე გავეცი პირდაპირ. ეს არ იყო დიანას კითხვასაც მინდა უბრალოდ ხო ლიდერის გასაგონად. შენ კი იცი რომ მე და გიორგის ის ურთიერთობა არ გვაქვს, რომ სატელევიზიო ეთერიდან მესიჯები გავიგე, მაგრამ მე მართლა ვერ ვხედავ, ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი პასუხი. ხალხი კი არა, დედაჩემი მეკითხება ძალიან ხშირად, რას აკეთებს საკრებულოშიო და დედაჩემისთვის ვერ ამიხსნია, იმიტომ რომ ტელევიზიაში არ გადის არაფერი. ინგა გრიგოლიაო აქტიური იყო, უსმენდი ამას წინა ჟურნალისტიკაში, არ არის აქტიური პოლიტიკაშიო. ყურებზე დავდივართ რა, პირდაპირ მნიშვნელობა. ძალიან მწვავე დებატებია, საშინელებები ხდება იქ და არ შუქდება, ამიტომ ვთქვი. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაციონალურ არხებზე ток-შოუებს იმისთვის რომ იყოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეხლა გეტყვი რატო? იმიტომ რომ როცა მიშა მეორე ვადით კენს იყრიდა, მე გადაცემაში დაუსვიმას ეს
ეს კითხვა თბილისი თქო შენ პირწმინდა წააგე ლევან გაჩეჩილაძე მოუგო მას თბილისი რაც არ უნდა ამტკიცონ მე მისი პასუხი რა იყო გაიგიმა და თქვა რა თბილისია მთელი საქართველო თბილისი არ არისო საქართველო ამიტომ ვამბობ ეხლა კიდევ შეიძლება რეგიონების ხარჯზე იმიტომ რომ იქ მაესტრო არ არის იქ დაუშვათ არ არის კავკასია იქ ვერ ისმენენ თუნდაც ინტერნეტით ეხა ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება რომ ინტერნეტით მიიღოს ინგა უბრალოდ უცნაურად გამოგივიდა იცი შენ თქვი რომ შენ თვითონ არა ეს ამონარიდი იყო ხო თვითონ დიალოგში არანაირი უცნაურობა არ იყო დაისვა კითხვა და მე სრულიად გულწრფელად ხო შევხედოთ ასე საკითხი თუ არ იქნა ток-შოუები ნაციონალურ არხებზე ანუ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ეკარგება მე ესე ვფიქრობ დიანა იმიტომ რომ შენ ხო მაყურებელმა უნდა რო შესთავაზებ რაღაცას მოგისმინოს რას თავაზობ მარტო იმიტომ რომ დიანა ტრაპაიძეს აქვს ლამაზი თვალები არავინ არ მოწევს მე ვფიქრობ რომ კი მაგრამ ხო ვარ მაგრამ ჩვენ გეთახმები აქვს მაგრამ უყურე როგორ არის შენ ამით არჩევნებში შენთვის პირადად სუბიექტურად არჩევნებში ყოფნა ავყოფის ან თავად არჩევნების იდეას უკავშირებ მაინც მიხეილ სააკაშვილის ორი კერძო ტელეკომპანიის როგორც არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ ვინ დგას მის უკან ვახდენ მე გეტყვით რა მიშა სააკაშვილს კი არ უკავშირებ ეს არის გარდაუვალი რეალობა ამისთვის უნდა იბრძოლოს ყველამ რა შეგვიძლია ჩვენ ვიბრძოლოთ იმისთვის რომ რუსთავიორზე ან იმედზე იყოს დებატები მე როგორც ვიცი სხვა ჩვენს რუსთავიორზე იწება და მას წაიყვანს ნინო შუბლაძე მე იმიტომ ვთქვი რომ ძალიან დიდი ერთ ტელეინტერვიუში თქვი რომ ეს შენთვის ყველაზე მისაღები არა იმიტომ რომ მას ჰქონდა პოლიტიკური ток-შოუ და იგი ყოველთვის ახერხებდა რომ ძალიან აქტუალური ყოფილიყო და აქტუალური ყავდა ყოველთვის სტუმრები თუ პირდაპირ ეთერი არ იქნა შალვა მართლა მე ვერ ვხედავ თქواس მე ხوار მithქვამს რომ ესა პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება ეს პოლიტიკური გუნდი პირველ რიგში არიან ჩემი შეიძლება გავახსენო უახლოეს წარსული ინგას ახლა მე გეტყვი შენ გქონდა ძალიან პოპულარული გადაცემა პირველ არხზე და მე ვიყავი ციხეში და ციხეში ისევე როგორც გარეთ ხალხი სულ მოუთმენლად ელოდებოდა იმიტომ რომ გარდა ინგა გრიგოლიას საყვანელი შოუსი სხვა დატვირთვაც ჰქონდა ინფორმაციას იყო არა ემოცია იყო იქ შენ როგორც ყველა შენს გადაცემაში და ნუ იქ ამ ემოციით იკვებებოდა ხალხი მაგრამ შენ შემდეგ უკვე შენი თავისუფლებებით რა თავს ნება მიეცი რაღაცა ისეთ რაღაცები გაკეთებინა, რაც არ მოსულა მიშასთვის. მაესტროდან მიმქონდა მამუკა ღლონტი დამეთანხმება და ნათია მიქიაშვილი იყო მაშინ საინფორმაციო სუფროსი. პირველ ეხა არ მინდა რაღაც უხერხულია მიმქონდა რა მაგარი ვიყავი, მაგრამ მე მართლა მინდა რომ ეს ვთქვა რომ მაესტროდან მიმქონდა ხოლმე კადრები. მასაჟისტის სკანდალი, სუში ბარის სკანდალი, ყველაფერი კადრებად მაესტროს მე ვუხდიდი. მე მახსოვს რომ ამ გადაცემაში გადიოდა მიტინგის მრავალრიცხოვანი კადრები, როცა პირველი არხი, სხვა არხები უჩვენებდნენ ოპერატორულად კარგად შენიღბულ ცოტა ხალხს რა. და ამის შემდეგ შენ მოგიძულეს, მიშან პირადად მოგიძულა, ვიცით ესეც? ხო, რა ვიცი. პირადად, ნუ არ ვიცი, ხა მისი ემოციები არ ვიცი. ცნობილია, ნუ ჭორის დონეზე კი ბატონო, მაგრამ ცნობილია და გაქრი. ეხლა უყურე, შენ როგორ ფიქრობ, თუნდაც რომ დაუშვას ეს ток-შოუები, ხო? იქ შუბლაძე არ ვიცი ახლა იქ ცალკე თემა. იქ იქნება ის ხარისხი, რომელიც თუნდაც შენ გქონდა? იცი რა ეს არის დამოკიდებული მე მგონი ჟურნალისტზე პირდაპირ არა მგონია ჟურნალისტზე არხის ხელმძღვანელობა არა როგორ არ გონია არ არის ესე შენ ხო ეხა შენ თავთანვე მოდიხარ რა წინააღმდეგობაში თუ კი ამბობ რომ საზოგადოებრივ მე ყოველთვის ამბობ რომ ყველაფერი კონკრეტულ ჟურნალისტია დამოკიდებული იმ კონკრეტული ჟურნალისტის დანიშვნა ვიზი არის უკაცრავად კონკრეტული ჟურნალისტის დანიშვნაზე ამბობ მე რატო ვახსენებ მეორედ ეხა ნინო შუბლაძეს მას როცა მიყავდა პოლიტიკური ток-შოუ იცი რა პერიოდი იყო ის საკანების და ეს არც ერთი თემა არც ერთი კადრი არ მახსოვს რომ ნინოს არ გაეშვა. ამიტომ ვამბობ თამამად რომ მე მას ვცემ პატივს, იმიტომ რომ ადამიანი ახერხებდა ეს არის ჟურნალისტზე რა დამოკიდებული. შენს გვერდით შეიძლება მუშაობდეს ვიღაცა შენზე მაგარი და ვიღაცა შენზე უფრო ნაკლებად დაინტერესებული იმით რომ რეალური და ნაკლებად თამამი და ნაკლებად კეთილსინდისიერი. მე ფანტასტიკურ სიზმარში წარმოვიდგენია ახლა ეთერის გახსნა წარმოუდგენელია ამას უნდა მიაღწიოს. მინდა ერთი ფრაგმენტი გავიხსენო მოსკოვში ვიყავი ერთ-ერთ სემინარზე და ნოვაია გაზეტას ხელმძღვანელი მურატოვი გამოვიდა და რაღაც ლექციას კითხულობდა, რომელსაც თქვა რომ
ვურჩევო პოლიტიკურ სპექტრს, რომ დაივიწყოს ეს შტეფსელები, ასე თქვა რუსულად და ესე ვიტყვი, დაივიწყოს, ვინაიდან შეგუოს იმას, რომ ეს სივრცე მისთვის დაკეტილია და სხვა ალტერნატიული სივრცეები ეძებოს. მიუხედავად იმისა, რომ აბოლდოს რუსულ არხებზეც გაიხსნა, თქვა. არა, ისა დიანა, მოდი რა შევთანხმდეთ. რას ითქვის რუსი, თუნდაც რომელიღაც ჟურნალისტი ან ექსპერტი, ეს არ არის ჩემთვის ჭეშმარიტება. მე შენს და შალვამაც ვიცით გადასარევა. თუ არ იქნება პირდაპირ ეთერი, რეგიონებში წააგებს ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია გარდა ნაციონალური მოძრაობისა. მიშა სულ არ ადარდებს თბილისი. თბილისი არის ბუნტარული და რომ არ უყვარს მიშას თბილისი, ფაქტი არის, პარლამენტიც კი ქუთაისში გადადის. ანუ არ აღიარებს, სხვა შორის ძალიან ცნობილი ფაქტი იყო, რომ თავის დროზე ლევან გაჩეჩილაძე რო ძალიან აქტიური იყო პოლიტიკაში, გაცემული ქონდა, ეხა ჭორაობა გამონდის, მაგრამ მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, განკარგულება რომ ვაკეს არაფერი გაუკეთოთ. აი რაღაც ასფალტის დონეზეც კი არ. ამ ბოლო დროს ვაკის ცენტრალური ინფორმაცია, რომ გიორგი კარბელაშვილი შეიძლება იყოს ვაკის მაჟორიტარი და კი და ცენტრალურ უბნებს იმიტომ აგინებს, რომ მე ქრონიკაში მქონდა ინტერვიუ დიტო ტიკარაძესთან და იქ უთხარი მას, ჩემს ხელთ არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა შესაძლოა იყაროს კენჭი გლდანიდან. ანუ მას აქვს ამბიცია, რომ თბილისის რომელი, მაგრამ ის აპირებს და ამას ვაშინგტონში ვიზიტს დაემთხვა, როდესაც მთელი საქართველო მსჯელობდა, დარჩება თუ არა ის პრემიერად, უცებ გავრცელდა იგა გრიგოლიას ინტერვიუ, რომ შესაძლოა ის გლდანიდან და შემოვიდეს პარლამენტში. კონცერტი, რომელიც არ ვიცი რა დაჟდა, ტოტო კუტუნიოს კონცერტი და რაღაცა მთელი რიგი პროექტები, აი თუ დააკვირდები, ან რაღაც მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთება რო უნდა, უცბად მიდიან გლდანში. ეს შემთხვევით არ ხდება. ანუ გლდანზე აქვს აქცენტი, მაგრამ ტელევიზიების თემას რო დაუბრუნდეთ, ვერ დავივიწყებთ ამ შტეფსელებს და შესაერთებას, იმიტომ რომ აი ამ ეკრანის გარეშე ახალი პოლიტიკური თაობა ვეღარ მოვა ამ ქვეყანაში და ვერ შეიქმნება შალვა დამეტა. ინტერნეტ სივრცე არსებობს. არა, ახალი პოლიტიკური თაობა, რომელიც ხალხისთვის იქნება ისეთივე პოპულარული, როგორც თავის დროზე მიშა იყო ან გრიშა, ვეღარ გახდება. იმიტომ რომ ხალხმა უნდა გაგიცნოს, უნდა მიგიღოს რა მინდა, მე რატო ვამტკიცებ გაზი 10 თეთრი და დენი 5 თეთრი. ხო, გადავიდეთ სხვა თემაზე, რომ ამან თავის ქრისტიან-დემოკრატიული გაუშვება. არა, ჩვენ რესპონდენტის ამბლოში მოვაქციეთ იგა. ჩემს იუმორს ვერ მიხდი 10 თეთრთან და 5 თეთრთან დაკავშირე. გავჩერდი და თქვენ მოდ ვისაუბროთ თემაზე სექსი და პოლიტიკა, ინგა? არა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ან სექსი ან პოლიტიკა. ინგასთან ვისაუბროთ ხო ამ თემაზე და ჩვენ სამივე ვისაუბროთ. შენ არ შეიძლება რომ ვისაუბრო. უმციკლო ხარ და მე მასაუბრე. არჩილ კბილაშვილის მოიცა მე ეს უმციკლოა და ანუ მე რა გამოდივარ ეხა შენ არ შეიძლება რომ ისაუბრო და მე და იგა ვისაუბრე უმციკლოს ესე იგი საწინააღმდეგო რა გაქვს ეხა ციკლიანი ვარ მე კარგი ღმერთო ჩემო არჩილ კბილაშვილის შენ ხარ ძალიან სექსუალური ქალი მე მიხარია რომ სექსუალური ქალი ვარ თუ ვარ როგორ არა ხარ ხო ხარ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს ეხა დიანა არჩილ კბილაშვილის განცხადებას ისევ შეგახსენებთ და ამას მოყვა შემდეგ ლაშა ბუღაძის წერილი, მას რუბრიკა აქვს რადიო თავისუფლებაზე პარალელური სამყარო ბლოგი. არაჩვეულებრივი წერილი. კი, არაჩვეულებრივი წერილია. არჩილ კბილაშვილი რას ამბობს? პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მივიდეს ადამიანი, როდესაც მისი სექსუალური ლტოლვის ადრე ფიზიოლოგიური ეტაპი გადალახული. ანუ ასე დგას საკითხი ან სექსი ან პოლიტიკა, რომ სექსუალური ვნებები ხელს უშლის პოლიტიკურ ცხოვრებას, სექსუალური ნებები ხელს უწყობს შემოქმედებას ზოგადად ხატრობას კინემატოგრაფს და ასე შემდეგ მაგრამ რაგიღა ჩვენ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს ღია და არც მე არ მაქვს ამ კაცის მიხეილ სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკის უფლება და არ არის ჩემის რასაკვირველია მე მაგრამ ჩვენ ზოგადად არის ასეთი პრეტენზია იმ ხელისუფლებისადმი რომ ზნეობის რაღაც გარკვეული კრიტერიუმები ამ ხელისუფლების მმართველობის ჟამს ოდნავ შეიცვალა ეს არსებობს ესეთი პრეტენზია და სწორედ ამ პრეტენზიის გამოხატულება იყო. ჩვენ ძელს კარგად ვინმეზე მიანიშნა კბილაშვილმა. ჩვენ რა თქმა უნდა პრეზიდენტზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. თუ იმის თქვა უნდა რომ მისი ლიდერი არის საუკეთესო ფიზიოლოგიურ ფაზაში და ვთქვათ ფინანსურად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, თუნდაც მისი მასაჟისტის რომელიც შეიძლება არ არის აუცილებელი ამ თემას დაუკავშირდეს. ხო, იცი რა. ანუ პრეტენზია არის. დისკომფორტი მაქვს მეც ყოველთვის არ მიყვარს ამ პირად თემებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ თუ შენ გაუშვი ეს კადრები. მე გაუშვი მასაჟისტის კადრები, იმიტომ რომ იქ საუბარი იყო ბიუჯეტიდან გადახდილ თანხებზე და სპეცრეისზე, რომლითაც ეს მასა და არა იმიტომ რომ ვინმეს პირადი ცხოვრება მაინტერესებს, მაგრამ ისე ერთი ჩემი აზრი უნდა ვთქვა, ეხა არ მომკლან ჩემმა პოლიტიკურმა თანამოაზრეებმა. ქრისტიან-დემოკრატებმა. არა, ჩემმა მეგობრებმა რა თქმა უნდა და არ ჩამითვალა
საშუალო რაღაც, მაგრამ მე ვთვლი რომ ბატონ კბილაშვილის არაფერი ისეთი მიუღებელი არ უთქვამს. კაცი რომელიც ან ქალი, ადამიანი რომელიც სექსუალურად არ არის დაკმაყოფილებული და რაღაც ასაკი აქვს, ანუ სექსუალურად არის მშიერი, მისი აზროვნება, მისი ემოციები ძალიან უკონტროლო შეიძლება იყოს და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ რაღაცა ზღვა. შემიძლია გითხრა რომ შენ არ გემუქრება ეგ, ხო? იცი რა გაინტერესებს პირდაპირ. მაძღარი ხარ? და მე სექსუალური პრობლემები და დაუკმაყოფილებლობის პრობლემები არასოდეს არ მქონია შალვა. შენ ეჭვი გაქვს რამეზე? არასოდეს არ შემეპარება ამაში. ამიტომ უნდა გავრავე. შენ ქრისტიან დემოკრატიული იდეალებისადმი, ამ პარტიის იდეალებისადმი. არა, რატომ მე ვარ ქრისტიანი და მე ვარ დემოკრატიის ყველაფერზე მეტყველე. შენ ამ პარტიის ერთგულებისადმი შეიძლება ჰიპოთეტურად ეჭვი შემეპაროს, მაგრამ ამაში არასოდეს. არა, პირველ რიგში არ შეგეპაროს ეჭვი ერთგულების თვალსაზრისით, ჩემი მეგობრების გუნდია ის და მე არასოდეს არ გავაკეთებ ისეთ განცხადებას, რაც პოლიტიკურად ამ გუნდს დააზარალებს, მაგრამ მე შეიძლება მქონდეს განსხვავებული მოსაზრება და იმიტომაც მიყვარს გიორგი თარგამაძე, რომ არასოდეს ის არა პროტესტებს. ეხლა მე რომ ვამბობ, რომ კბილაშვილმა ეს რო თქვა და ეს გააპროტესტა გიორგი ახვლედიანმა. იფეთქა, თუნდაც გიორგი ახვლედიანს არ მოეწონა იმას, მე გავიცინე და მე ვთქვი, რომ რა არის ახლა იმაში გარკვეულ გიორგი ახვლედიანმა სერიოზული პროტესტი იყო სოციალურ ქსელში მაგალითად. რა უნდა, რატო? კბილაშვილი არ არის ნოვატორი ამ კუთხით. თავის დროზე პირდაპირ ეთერში მე ეს ფრაზა მაქვს მოსმენილი შალვა რამიშვილისგან იცი როდის მზეზე მიმყავდა გადაცემა და მაშინ ესეთი ფრაზა თქვა ჟურნალისტიკაზე იყო რა საბჭოთა კავშირის სექსი არ არისო ხომ არ გიყვარს ჟურნალისტიკაში არ მიუშვებდიო სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ჟურნალისტებსო ხო თქვი ეს ფრაზა ეხა არ თქვა არ მიყვარს შენ ვიზზე მიანიშე შალვა მაშინ მე შემიძლია ნოვატორი არ არის კბილაშვილი მე შემიძლია მომზადებული რეპორტაჟების და წაყვანის მანერის მიხედვით იმსჯელო ვინაც სექსუალურად დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი იმიტომ რომ ყველას აძლევენ დავალებას ეხლა რომ ბიზნესში თქვა ცუდი და მისაზე კარგი მაგრამ გამოირჩევიან ადამიანები რა თქმა უნდა გვაქვს და სახელს არ დავასახელებ რომელიც ამას აკეთებენ ისეთი ლტოლი და ისეთი ნდომით რომ აქ რაღაც ფროიდის ამბავი არის მოდით ამ თემას რომ შევეშვათ ერთი საინტერესო ინფორმაცია მინდა ვთქვა მე მგონი მე ვეღარ მოვასწრებ მე რომ გავაგზელო და დღეს ლევან ვეფხვაძემ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ასე რომ ერთი წამით ლაშა ბუღაძის აი ამ სატირის წაკითხვას გირჩევთ ყველას თუ კი ვინმეს არ წაგიკითხავთ ლევან ვეფხვაძემ დღეს გააკეთა განცხადება რომ აი იმ კანონით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ძალიან სერიოზული პრობლემა გაჩნდა ქვეყანაში დიანა დააკონკრეტე თუ გახსოვს რომელიც ინფორმაცია მომზადებული ეს არის რაულპარტიული დემოკრატიის ნიდერლანდების ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდი ორივე ორგანიზაცია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით კანონის რეგულირების ქვეშ აღმოჩნდა და ამ ორმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება რომ დატოვოს და ასე ხო შეიძლება დავუშვათ სოროსის ეს არის ლევან ვეფხვაძის ინფორმაცია რომელიც სააგენტო პირობით გავრცელდა ძალიან ბევრი არა სოროს NDI მიიღო გადაწყვეტილება დარჩეს ქვეყანაში ესეც სოროსის ფონდმა სოროსის ფონდის არა საუბარი არის სწორედ ამ ორზე მრავალპარტიული დემოკრატიის ნიდერლანდების ინსტიტუტი და ხო ნუ სოროსის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული თუმცა ანუ პარტიას გრანტებს ვერ მისცემს გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ამაზეა ეს გათვლილი სწორედ ეს ყველაფერი ხო იმიტომ არის გაკეთებული რომ პარტიებმა რაც შეიძლება მცირე ფინანსები მიიღონ და თქვენ კიდევ აი წეგან მეკითხებოდით ეთერზე შენ როცა ფინანსებს გიზღუდავენ ყველა თეთრი კონტროლდება და რაც არ უნდათ ეგრევე კუც მოაბამენ და ჩვენ უკვე ვნახეთ ხო ამისი ბევრი მაგალითები ხელოვნურად როგორ შექმნეს ძალიან ბევრი პრობლემა იგივე ფინანსებთან დაკავშირებით არ გაქვს პირდაპირ ეთერი თუ არ გექნება არაფრის საშუალება რანაირად შეიძლება მაშინ არჩევნები ჩვენ გავდივართ ახლა რეკლამაზე ინგას ვემშვიდობებით ხვალამდე მაყურებელს ვემშვიდობებით დროებით ზურაბ ხარატიშვილთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ვბრუნდებით გრძელდება გადაცემა სუბიექტური აზრი ჩვენი გადაცემის სტუმარია ზურაბ ხარატიშვილი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი მე დავიწყებ შეკითხვას ციტატით თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუდან უნდა ვისწავლოთ არჩევნების ჩატარება ისე რომ ამას საზოგადოების ცხოვრებაში პრობლემები არ გამოიწვიოს მომდევნო არჩევნები უნდა გახდეს გარდამტეხი რომ ეს არის ორდინალური მოვლენა და არ იწვევს სოციალურ და პოლიტიკურ კატაკლიზმებს რატომ იწვევდა არჩევნები პოლიტიკურ გაუგებრობებს ანუ ყველა წინა არჩევნები იყო სადაო შედეგის თვალსაზრისით და ამიტომ და როგორ უნდა მოახერხოთ რომ ვთქვათ საზოგადოებრივ ნებათა ღელვა არ მოყვეს არჩევნებს იმისათვის რომ
ეს ყველაფერს მივახციოთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, მithumეტეს იმ ქვეყნისთვის, რომელიც წელს და მომავალი 2 წლის განმავლობაში 4 არჩევნები უნდა ჩაატაროს. ხა თუ ეს სიტუაცია დარჩება, რომ ყოველი არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის ფონს შექმნის და ვთქვათ იგივე ეკონომიკური საქმიანობა შენელდება, ინვესტიციები ან ასე შემდეგ, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს გავლენას მოახდენს, ალბათ ძალიან ძნელი იქნება ასე ცხოვრება, იმიტომ რომ ეს 3 წელი 2012-13-14 4 არჩევნებია, მერე 15-ია 1 და მერე 16-ში ისევ არჩევნები, ანუ მომავალ 5 წელიწადში 4 საარჩევნო წელი გვაქვს. მაშინ თუ ამ რეჟიმში ვიცხოვრეთ, სათვალეთ რომ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით ჩერდება. ამიტომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ აი ამ რეჟიმში ჩვეულებრივი ორდინარული ცხოვრება მიდიოდეს. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია, რომ არჩევნები ეს ისევე როგორც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არჩევნები როგორ უნდა გახადოთ ჩვეულებრივი. აი მაგი ახლა უკვე შემდეგი თემა არის და ასე ვთქვათ, ეს უკვე მეორე კითხვა არის და წამყვანი პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ ის არჩევნები, რომლებიც ტარდებოდა აქამდე, არის საბედისწერო, რომ არ უნდა მოუშვა მბნელები, რუსეთის ძალები და ასე შემდეგ. ეს თავად ხელისუფლებას ამობს ხშირ შემთხვევაში. მოდით, ესე ვთქვათ, რომ ამორჩეველმა, რიგითმა მოქალაქემ ალბათ უნდა ისწავლოს იმის გარჩევა თუ ვინ რას ამბობს, რატო ამბობს და იმის უკან რა არის ახლა. როდესაც პოლიტიკოსი გარკვეულად რაღაც განცხადებას აკეთებს, ახლა არ აქვს მნიშვნელობა. ყველასა, ხო, არა, მე ყველაზე ვარ. ნაციონალური მოძრაობა რაღაც განცხადებას რო აკეთებს, იმის კი შეიძლება სხვა რამ იყოს, ხო? ნუ ყველას აქვს თავისი мотиваცია. ახლა გახსოვთ ხო, ახლა ძველი ლათინური გამოთქვა, ვფიქრობ ერთს, ვამბობ მეორეს და ვაკეთებ მესამეს, ხო? ახლა პოლიტიკოსებში ეს მოსული თემაა. ახლა ის რომ ეს საზღვრები რამდენად არის ეთიკური ჩარჩოებში დაცული, ხო? ეს უკვე თვითონ საზოგადოების გადასაწყვეტია და საზოგადოებამ უნდა ჩასვას, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები მათი და მისცეს ხმა ამის მიხედვით. რა თქმა უნდა, უკვე ამის მიხედვით უნდა წავიდეს ხმა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ეთიკური ჩარჩოები არსებობდეს. ხა ჩვენ ამ არჩევნების დროს ვეცდებით, რომ ყველანაირად ხა რამდენადაც ეს ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში იქნება, რომ ყველა მონაწილეს თქვათ, არა მარტო ახლა პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე, არამედ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც, მედიასაც, ჩვენ თავსაც, იმიტომ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ დროს 58000 კაციანი შემადგენლობა ხდება, ან რაც ასევე ძალიან ყველაზე დიდი ორგანიზაცია ალბათ ჩვენ ვიქნებით არჩევნებში მონაწილეობის დროს, ხო, ყველაზე დიდი მხარე. ანუ მოვუწიოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს ეთიკურ ჩარჩოებში, არ იყოს სიძულვილის ენა, არ იყოს ზიზღის ენა. შეიმუშაოთ, ან რაღაც ხარტია. ეთიკის კარტია. არის იცით, რომ ყველა ვიცოდეთ, რას გულისხმობთ ამ სიტყვას. რა არის ის დაინტერესებულ მხარეებთან ვფიქრობთ, რომ ახლოს ამის კონსულტაციები დავიწყოთ და ნუ როგორ გავაკეთოთ, რომ აი ესეთი ინგლისური ის არის, ხო, name and shame, ახლა ანუ დაასახელო და შეარცხვინო, ასე ვთქვათ, თუ არასწორად იქცევა ვიღაცა. ნუ აი ესეთი რაღაც მოსაზრებები ჩვენ გვაქვს, რომ ეს ჩაძდეს, ესე იგი, არ იყოს ზიზღი, არ იყოს სიძულვილი, იმიტომ რომ ყველაფერი, ნუ კონფრონტაცია პოლიტიკური შეიძლება იყოს, მაგრამ აი პიროვნული, ესე იგი, რა თქმა უნდა და აქ თავარია რომ დობა იყოს საარჩევნო პროცესზე. დობას კიდე რა იწვევს? დობას იწვევს, რომ რა ძალიან ესეთი არსებითია, რომ საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ თანაბარი პირობები, ეს არის საკვანძო მომენტი, ერთი და განმარტეთ. ნუ თანაბრობაზე ახლა რო განმარტოთ, ცოტა შეიძლება თქვენი ის არ გქონდეს. ნუ როგორ არის? არა, ამას თელი სტანდარტი არის, მაგალითად მედიან თანაბრობა რას ნიშნავს? ახლა მაგალითად კომისიაში ნაციონალურ მოძრაობას ხომ და ხელისუფლებას გაცლებით მეტი წევრი ხავს. უმრავლესობა ხომ მათია. მე არ ვიტყვი ასე რომ არ არის, მასე არ არის რა თქმა უნდა. ფინანსური თანაბრობა? ფინანსური თანაბრობა. რამდენად იყო ფინანსური თანაბრობა? როგორ არის? ახლა თქვენ ახლა იმდენი საკითხი წამოწიეთ, თითოს რო თითო გადაცემა მიუძღვნათ, ან ჩავეტევით არა. მოდი ავრჩიოთ ერთ-ერთი და მოდი იმაზე დავკონკრეტებთ. ფუნდამენტურად შეკითხებთ. არსებობს კანონები, და თქვენ იცით ამ კანონების არსი. ბოლო კანონები, რომელიც დაფინანსებულია. მე შეგეკითხებით პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე რას. ხელისუფლებამ ეს ახსნა იმით, რომ დიდი ფულის დისპროპორციული გავლენა დემოკრატიულ პროცესზე უნდა იყოს შეზღუდული. ეს რამდენად იქნება ასე და მოგელაძის სამსახურზე რას იტყვით? თქვენ თავისთავად მიესალმეთ კონტროლის პალატისთვის ამ უფლებების მინიჭებას, ფინანსური კონტროლის, რას იტყვით? არასამთავრობოები აცხადებენ რომ ზედმეტი უფლებები აქვს. თქვენ რას იტყვით? ძალიან ბევრი მედია ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს. სამწუხაროდ ახლა ჩვენთან აი პრობლემა არის არა მარტო იმის თანაბრობის, არამედ თქვა დამოუკიდებლობის და ობიექტურობის რა. ძალიან ხშირად და უმეტეს შემთხვევაში თუ გნებათ მე ეს თემა გავავრცოთ, იგივე დაკავშირებული მხარეები, ყველა მეტნაკლებად რომელიღაც პოლიტიკურ მხარესთან არის დაკავშირებული ხოლმე და
ხო, ნუ ჯგუფთან და ძალიან ადვილი საიდენტიფიკაციო, როცა რაღაცა პოლიტიკური რაღაცა ძალა ან ჯგუფი და რომელიღაცა არასამთავრობო და ის, რა ქვია, ან მედია იმეორებს, აი ვორდინგიც კი იმის გავსია ხოლმე. ანუ ეს პროტესტი არის რაღაც პოლიტიკური ინტერესებთან დაკავშირებული? მე ამ შემთხვევაში ახლა არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ძალიან ხშირად არის ეს მომენტი. იმიტომ ამბობდი, რომ ამორჩეველმა უნდა ისწავლოს იმის გარჩევა მაქსიმალურად რა, რომ შესაძლებლობა ქონდეს, რომ გაარჩიოს რა ვირო რაღაცას რო ამბობს, იმის უკან რადგანს და ამისათვის ახლა ჩვენი სტრატეგიათ, აი რაც გვაქვს ანტობის გაზდის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმირებული ამორჩეველი, რომ მაქსიმალური ინფორმაცია ამ ორგანიზაციების, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტში ეს შენ გეხება აქცეთი აქცია იყო თქვენ ეჭვი გეპარებათ, ანუ ფიქრობთ, რომ რამდენიმე ორგანიზაციის უკან კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი დგას. მე ახლა არ მინდა ამ დეტალებში ჩავიდე, ერთი ძალიან უბრალო მიზეზის გამო, რომ ის თანამდებობა და ის პოზიცია, რომელიც მე მიკავია, მოითხოვს მაქსიმალურად, რომ ჩვენ ვიყოთ არბიტრი, ჩვენ ასე ვთქვათ, ვიღაცას არ ვემატაოთ ასე ფეხბურთის ტერმინით, რომ იმას აქვთ, ვიყოთ დამოუკიდებლად და მხოლოდ წესები დავამკვიდრო და მის დაცვას მივხედოთ. ამიტომ მე ასეთ მომენტებზე უფრო მეტ დეტალიზაციას არ გავაკეთებდი, თუმცა როცა არ ვიქნები თავმჯდომარე, ხო, ვილაპარაკებ, თუ კიდევ სურვილი გექნებათ, რომ მომიწვიოთ, ვითხრათ და პირდაპირ სათამაშო გარემოზე არ ვეთ მოთამაშეებზე. მე შემდეგი რამ, რა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ბრძანეთ, ბატონო ზურაბ, ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ თქვენ ბრძანახართ არჩევნები ჩაატაროთ მაისში. ნუ ახლა ეგ როგორ კი არა ეხლა შევშეკითხო შემდეგ მაისიც და ხო მაგრამ წარმოიდგინეთ ამდენი ფულია დახარჯული ველოდებით ამ კარდაკარის პროგრამას რომელიც მაისში ვერ იქნება რა გაძლევთ იმის საშუალებას რატომ იძახით რომ მაისში შეიძლება ჩატარდეს არჩევნები ჩემი აზრით მაისში ჩატარებული არჩევნები დობის მიხედვით გაცილებით უფრო ნაკლები დობით ისარგებლებს ვიდრე და ჩავეკითხე დავამატებ ანუ რა არის თავარი არჩევნებისთვის ადმინისტრაციის მზაობა რომ თუ დრო რომ გქონდეთ თქვა კამპანიაში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს სრულფასოვანი თქვა კამპანიის ჩატარება აი სიტუაცია არის საკმაოდ მარტივი რა ხა მე კიდე გავიმეორებ ამას ჩვენი ყველა გეგმა რომელიც მე თქვა წინა წლიდან მოდის გვაქვს ოქტომბერზე ყველაფერი გათვლილი ჩვენი რესურსები ყველანაირად მაგრამ ხა ჩვენ ვართ როგორც თქვა ექიმი იმ მდგომარეობაში რომ თუ რაღაცა ესეთი ის არის არ არის მწვავე სიტუაცია იქ დაგეგმილ ოპერაციას გეგმავთ არა თუ რაღაცა გადაუდებელი არის ხო შეიძლება იმ წუთშივე მოგვიწიოს ხო თუ ვიღაცა აძახიან რომ შეუძლებელია მის გადარჩენა ხო მაგრამ ყოველთვის უნდა ცადოს ხო ახლა და არა მე მოვაგდავე პროცესი ანუ ის თქვა იცით ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ეგ არის ჩვენი ისა რომ როცა გამოცხადდება ჩვენ 45 დღეში უნდა ჩავატაროთ არჩევნები თუ რიგარეში იქნა ну დაგეგმილი ოქტომბერში რა და ახლა რომ თქვა რომ ამისთვის ზათ არ ვარ მეთქი ახლა გინდა მაისში გინდა აპრილში გინდა ივნისში და გინდა რა ვიცი 12 თვიდან რომელიც არ უნდა ჩამოთვალოთ ახლა არასწორი იქნება რა რიგარეში არჩევნები მაისში თუ ჩატარდა დობის და ხარისხის მიხედვით იქნება გაცილებით უფრო ცუდი ვიდრე ну როგორ არის ახლა რაც მეტი დროა უკეთესად ემზადები მით უმეტეს როცა დაგეგმილი გაქვს აი ამ დროისთვის რა არა თუნდაც აიღეს არა მე მაგალითად ფიქრობ რომ ახლა ოქტომბრისთვის ჩვენ რა თქმა უნდა უკეთესად ვართ ვიქნებით მომზადებული ახლა ის კი არა როცა სტუდენტია და აბარებს ახლა გამოსდას ყველა ყოფილვართ ხო სტუდენტები ერთი დღე ყოველთვის არ ყოფნის ხოლმე ერთი დღით იქით რო იყოს უფრო რაღაცა მეტად ზაფხულობ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს როდესაც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღეს თქვენი კომენტარი გავრცელდა კიდევ წავიკითხავ ერთ ციტატას ყველა ქვეყანაში დგება მომენტი როდესაც იზღუდება ფინანსური რესურსის გავლენა პოლიტიკაზე ჩვენთან ეს მომენტი დადგა ახლა ანუ მაშინ როდესაც გამოჩნდა პრობლემა ანუ თქვენი აზრით ივანიშვილი არის პრობლემა რა პრობლემა გამოჩნდა ну ჩემი აზრით ახლა მართალი გითხრათ მე უფრო ვიფიქრებდი რომ როდესაც ბადრი ბატარკაციშვილი შემოვიდა თქვა პოლიტიკურ არენაზე რომელსაც ახლა ხო რეგულაციები მიხდული ხო ალბათ უფრო მე ვფიქრობ მაშინ უნდა იყოს იმით ну რა ვიცი ახლა მე მგონი ის პრობლემა გამოჩნდა როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ანუ მე მან თქვი რომ ესეთი უფრო კიდე თქვენ გამარტების სახით ვიტყვი როდესაც ეს განეხილება პრობლემად მაშინ იქნება მიღებული პრობლემაა ივანიშვილის გამოჩენა ანუ ახალი მოდელების გამოჩენა არის პრობლემა არა ზოგადად არა ეს პირიქით მისასალმებელია და მე ვიტყვი პირიქით აუცილებელიც არის იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური გარემოსთვის დამახასიათებელია ერთი და იგივე ფეისები და ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიები და პირიქით მე იმასაც ვიტყვი რომ აი თქვა ბოლო 10 წლის განმავლობაში ხო ახლა უბრალოდ ბოლო წლები ახლა 10 წელი ძალიან შორს არ წავიდეთ ახლა 2008 წელს ქრისტიან-დემოკრატები გამოჩნდნენ ხო როგორც ახალი პარტია თქვა იგივე ალასანია გამოჩნდა ხო ამ 2010 წლის არჩევნებზე და პირდაპირ პირველივე არჩევნებზე საკმაოდ კარგი შედეგი ჩვენება მოხდა ანუ ეს იყო ჩემი აზრით საზოგადოების წყურვილი რომ ახალი რო გამოჩნდება ხო რაღაცა კრედიტი ეძლევა მას ნდობის და ამიტომ ეს პირიქით უკეთესიც არის რა მე 2008 წლის არჩევნებზე სად მუშაობ არჩევნები
მე იმის დროს, რა ქვია, არჩევნების დროს აუდიტორი ვიყავი, ჩემი ძირითადი პროფესიით ვიყავი დაკავებული, ვიყავი ფინანსური მონიტორინგის ჯგუფში. იცით თუ გახსოვთ, არ ვიცი, ხა 2008 და 2010 წლის არჩევნების ახლა ეს კი ამოღებული იქნა და კონტროლის პალატაში გადავიდა, იქნებოდა საზოგადოებრივი საწყისებზე ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი. კაცი და მაგის წევრი და არჩევნებში მიიღო რა თქმა უნდა მონაწილეობა და გახსოვს პერიპეტიები. მოქალაქე არა, ნუ როგორც მოქალაქე რა თქმა უნდა მიიღე. კი. როგორ შეაფასებდით იმ არჩევნებს? როგორც საკმაოდ დაძაბულს. და არა ერთგვაროვან. სამართლიანი იყო თუ არა? ხა მე მაგალითად როგორ შთაბეჭდილება კაცრავად საპრეზიდენტო და საპარლამენტო. როგორ არის იცით ახლა მან იმდენად ინდივიდუალურ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად საზოგადოებრივს რა. თქვენ ინდივიდუალური შეფასება. არა, რა თქმა უნდა არაერთგვაროვანი იყო აქ რა. საბოლოოდ რაზე ჩამოყალიბდით? სამართლიანი იყო ეს არჩევნები თუ არა? ახლა ალბათ იმათ შორის რაც მე მახსოვს იმ არჩევნებს შორის, ნუ ყველაზე სადაო საზოგადოებრივი აზრის ყველაზე სადაო იმათ შორის. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა. ნუ გადამიტრიალეთ. მე თქვი იმათ შორის რაც მე მიღია, რაც მე მახსოვს ხო არჩევნები. ეუთო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა. არა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი ასეთი შეფასება აღარ გამოიყენება, ვინაიდან ეს არ მიესადაგებაო და ამერიკის პრეზიდენტის განცხადება იყო საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის დროს, რომ ის ელის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ანუ ეს ტერმინი არის true and fair, ეს ჩემ პროფესიაში იყო აუდიტში და ხაზა კარგად ვიცი და ამიტომ მოდით ძალიან სუსტავთ, ხო? შემდეგ შეკითხვა, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული. თქვენ ძალიან რომ ყველაზე სადო იყო, თუმცა მისია მათ შორის თქვა, რომ იყო ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი, ყველაზე კარგი არჩევნები. ყველა ეს იყო ყველაზე სადაო მათ შორის რაც მე ტრიუმფალური ნაბიჯი. თქვენ პირიქით იფიქრეთ, გასაგებია, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი, რაც იქ სადაო იყო. ბატონო ზურა, აი გიყურებ თვალებში და კარგი გასაგებია სწორად. რაც იქ სადაო იყო. გახსოვთ თქვენ არა ქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში 100%-ით რო გამოცხადდა ხალხი 100%-ით მაგრამ მიშას მისახმა და ნუ ეს პრობლემები გაყალბებული ხდება. აი ის პრობლემები თუ შეისწავლეთ და როგორ აპირებთ რეაგირებას ამას? არა, ძალიან მარტივად არის ხა 2008 წლის არჩევნების ოქმების შესწავლის მიზანშეწონილობას ვერ დავიწყებ ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო და მე რასაც ვაკეთებ ხა ეს არის 2010 წლის ბოლო არჩევნების გამოდივარ, იმიტომ რომ რაც ჩემ ხელში ჩატარდა, რაც მე ვიცი, რასთანაც შეხება მქონია ახლა მე იმას ეფემერებს და რაღაცა იქ ვირტუალურ შედეგებს ვერ იმას ვიზავ. შეკითხვას დავაზუსტებ. თქვენ ძალიან რომ ეს იყო ყველაზე სადაო არჩევნები. იმათ შორის რომელიც მე გამივლია ახლა ნუ გადააკეთეთ არ არის აბსოლუტურად ყველაფერი ფარდობითია. და როგორც ყოფილი ფიზიკოს გამახსოვრებოთ ახლა აინშტაინის თეორია. რელატივიზმის მომხრევარ ყველაფერში რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ ძალიან რომ ეს იყო ყველაზე სადაო რომელიც თქვენ გახსოვთ და თქვენ ხართ თანამდებობაზე როცა უნდა გაინტერესებდეთ რა მოხდა რანაირად რომ ეს პრობლემები იქ სადაო რო აღარ თქვენ ამიტომ გეკითხებით. არა თქვენ მიყავთ ახლა ცოტა ესეთი პოლიტიკური შეფასების გქონდა რომელსაც მე არ გავაკეთებ ახლა რაც არ უნდა გააკეთოთ ბატონშალო ახლა აქა მეორე თემა მე რა თქმა უნდა ეს მაინტერესებს და ახლა მომავალი არჩევნების რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ესეთი რისკების მართვის თეორია იცით ხო თემა ეს ბიზნესში არის უფრო მინდა რომ ეს მიდგომაა გამოვიყენოთ ახლა რაღაც პატარა ანალიზს ვაკეთებთ რეორგანიზაციას ვაკეთებთ სატრასტო კარგი იქნება ოღონ არჩევნების მერე და შვენიერი იქნება თქვენ პირში აქ არის მაგრამ მე სად არის სატრასტო კომპანია იცით საქართველოში რომელი მე ახლა ამერიკაში არავინ არ მოწეს და კომპანიას რა ვიცი კარგით რადოშალო ხო, რას ვამბობდით? ესე იგი, ხო, რისკების ანალიზი. ხო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მართალია აბსოლუტურად ძალიან და ჩვენ გვინდა რომ 2010 წლის შედეგები გავიაროთ, სადაც ისე ის ბუნები, სადაც იქნება საჩივრები, სადაც იყო საჩივრები, სადაც იყო ძალიან მაღალი შედეგები და ნუ აქ მთელი რიგი საქმიანობა მივმართოთ, ასე ვთქვათ, რომ იქ ყურადღება იყოს. რა თქმა უნდა, თუმცა ვცდილობთ უფრო ჭკვიანი კაცივით მოვიქცეთ და სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ. ნუ ეს უკვე ხა სხვა თემა არის, ცოტა სხვაგან გადავედით, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილებას განსაკუთრებით რეგიონში ძალიან ინტენსიურად ვსწავლობთ, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. რაც შეეხება ისევ იმ პრობლემებს მინდა დაუბრუნდე სიაში ეგრეთ წოდებული მტარისულები ეს ერთი თემაა, საზღვარგარეთ წასულები, რომელიც ძალიან აღელვებს ოპოზიციას მე მქონდა საუბარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემად მიაჩნია საზღვარგარეთ წასული ადამიანების რამენაირად აღნუსხვა. როგორ უყურებთ ამას, როგორ შეიძლება ეს გადაწყდა? ხო, აი ეს რამენაირად არის ყველაზე პრობლემური, იმიტომ რომ აქ რეცეპტი არ არსებობს. და ახლა მან რა ხდება რეალურად? მე ფერადი გრაფა. ხო, არა, არის გრაფა, სადაც უნდა ჩაიწეროს, რომ ვიღაცა თუ უცხოეთში იმყოფება ხანგრძლივი ვადით, ის უნდა მიაწეროს იმყოფება უცხოეთში, რაც თეორიულადაც ხო გასული იმყოფება უცხოეთში, არა, ესე იწერება სიტყვასიტყვით. და ეს ზღუდავს იმის საშუალებას, რომ ვინმე მისმაგივრად მოაწეროს ხელი. ანუ თეორიაშიც კი. ანუ, მაგრამ როგორ გინდა ეს გააკეთო? ახლა აქ არის
ერთი მიდგომა რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ეს 2000 წელს პირველად და 125000 ადამიანს ესეთი გრაფაში ჰქონდა ეს მიწერილი ეს იყო სასაზღვრო პოლიციის მონაცემები რომელიც გადაკვეთეს და თქვა რაღაც ბოლო რამდენიმე თუ გადმოკვეთილი არ ქონდათ საზღვარი რა ნუ რაღაც გარკვეული კრიტერიუმი შემუშავეთ მაგრამ პრობლემა ის არის რომ ეს აღრიცხვა არის 2008 წლის 1 იანვრიდან ვინც მანამდე დატოვა და მერე საზღვარი არ გადაუკვეთია აი ეს ხალხი არის პრობლემა ну, акაც ესეთია, ერთხელ და სამუდამოდ, ასეც ვიტყვი, უნდა გაკეთდეს ინვენტარიზაცია, ვინ არის გასული და მერე თუ საზღვარს გადმოკვეთავს, ავტომატურად ეს სტატუსი ან მოხსნება, ან მიენიჭება, ხო? და ამისთვის არის, ხო? ამის ერთადერთი გზა არის კარდაკარი. ახლა 2010 წელს ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ, იმიტომ რომ კარდაკარისთვის არც დრო არ იყო, არც ფული არ იყო, ну, ამას ბევრად ადრე უნდა და ამას ისა და ბიომეტრია უკაცრავად. ბიომეტრიაზე თუ გინდა ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგაში ვერ დაგეთანხმებით. კარდაკარი არის, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანის უნდა ნახო, თუ არის აღწერო, თუ არ არის იმას აკრა, მაგრამ კიდევ უფრო მარტივი მეთოდი არის, ოღონდ ეს პოლიტიკური შეთანხმების საგანია და რატომღაც ამას პოლიტიკური პარტიები არავინ არ წევს. წინასწარი რეგისტრაცია. თუ მე მოვედი, ესე იგი მე ვარსებობ რა. უცხოეთში ვარ, კარი ვარ. არა, ნუ ახლა უმეტეს ქვეყნებში, მაგათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში არის წინასწარი რეგისტრაცია. რა ადამიანი უნდა მოვიდეს, ნუ რაღაც გარკვეული პერიოდია, როცა ისთვის რომ მე აი ჩამწერე სიაში, ხო, მოქალაქე ვარ, ჩამწერე სიაში და ხო, მე თუ იქ არჩევნებს არ აცდენს 2Z-ზე, უმეტესობაში ესეთი წესი ახლა იქ ყველას და სხვა ეს არის. ის ავტომატურად რჩება. სიაში აღარ ჭირდება, მაგრამ თუ ორი აღარ გაიარ, მე კიდე ხელახლა უნდა მივიდეს და თავი ჩააწერინოს რა. ხა ეს ყველაზე მარტივი მიდგომაა, მაგრამ ნუ დუბლირება რაღაცა. ხო, ნუ დუბლირების მომენტი სხვათა შორის განსხვავებით ჩვენგანი ერთიანი სია არ არსებობს და დუბლირების კუთხით ნუ თუ არ ჩავთვლით რომ ამაზე სამართლის პასუხისმგებლობა, გადამოწმების მექანიზმი თუ შემთხვევით სადმე არ ამოხდა, იქ არა აქვთ რა. ანუ შეიძლება ნიუ-იორკშიც იყოს და ჩაწერილი და ფლორიდაში ძერდროულად რა. მაგრამ ახლა ესეთი რამეები როგორც წესი, ნუ ამაზე არავის არ მინდა გითხოთ აი მაინც ბიომეტრიაზე, რომელიც ასეთი ხმაო ამდენს ლაპარაკობენ. არ მოგწონ ბიომეტრიული მეთოდი? არა, ბიომეტრია ამ პრობლემას არ წვითავს, თორე მოწონებით ახლა საქმეს როგორ ჭირდება ეს უნდა გააკეთო და არა. არა ეს არ მეჩვენა. როგორ არის იცით ახლა ეს ცოტა ხანგრძლივი თემა არის და მე ვეჭვობ რომ ამაში ხო მაგის დრო გვაქვს, ხო, იმიტომ რომ თითოეულებრივი პირადობაც ბიომეტრიანი თორ ფოტოსურათი, ხელის მოწერას ბიომეტრიული პარამეტრები ახლა. აბსოლუტურად ერთი შეკითხვა მინდა დავსვა. ჩვენ წერილს საუბრობდით პოლიტიკაში ახალ მოთამაშეზე, ივანიშვილზე. მან თქვა რომ 5%-იანი გაყალბება დასაშვებია, მაგრამ თუ 20%-ით გაყალბდა, მაშინ ქუჩაში გამოვალთ ხმების დასათვალად. აი ამ განცხადებას რა კომენტარ ხმების დასაცავად. ამ განცხადებას რა კომენტარს გაუკეთებდი და თქვენ ისაც როგორ მოახერხებს ოპოზიცია გაყალბების პროცენტების დათვლას? რამდენად შესაძლებელია? რა არის ეს ახლა ეს ისე აქვს თქვენ მედიამ ისე მიაჩვიეთ ადამიანის გაყალბება კონაშაურად მოკლედ ესე ყველა ისვრის იქით აქეთ რატო 20-30%. ხო, იმიტომ რომ აი თქვენ რას გულისხმობთ გაყალბებაში? მე გეტყვით. აი ზუსტად იმას 2008 წელს რა პრობლემებიც ვნახე. მე ვნახე გადასწორებული ოქმები, მე ვნახე 100%-იანი გამოცხადება აზერბაიჯანელი ეროვნების, სომეხი ეროვნების მოქალაქეებისა და ამ 100%-იან 100-ვერო სააკაშვილს ადროს ხმას. ჩემი აზრით ეს, თუნდაც ეს ბოლო ფაქტი, არის უთხუარი გაყალბების ნიშანი. ესე იგი, აქ მოდი ახლა უკვე დავშალოთ, ხო? ესე იგი, რამდენიმე კომპონენტი. ერთია ოქმების შეგრა. არის ოქმების გადასწორება, არასწორი შეჯამება, ხო, ნუ თქვათ იქ 1+40 2008 წელს გადაწყდა შემთხვევა აჭარაში ერთადერთი რაც შეგვიძლია გითხრათ ახლა მე მაგას დათვლებისგან ამ პროცესისგან შორს ვიყავ ახლა ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი აქ ძალიან შორს იყო ამ თემისგან მხოლოდ ხარჯებს უყურებდით და მე ეს თემები კარგად არ ვიცი. შეიძლება თუნდაც ისეც კი როგორც შეიძლება იცოდეთ თქვენ, მაგრამ თქვენ არ იცით რომ დავუშვათ არაქართველოვან მოსახლეობის ოქმებს ბაქის წელი 100%-იანი გამოცხადებები. მე ვიცი 2010 წლის დროს რომ ამ დაგვარი არაფერი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში არსებითი რაოდენობით რომ რამეზე გავლენა მოეხდინა. ახლა როგორ არის იცით სისტემა არის თვითონ ძალიან ისეთი 48000 კაცი არის არჩევნების დღეს არჩევნო კომისიაში. ამ ხელა არ არის ჯარი და პოლიცია ერთად აღებული საქართველოში. ხა ერთ დღეს მოყვანილი 48000 კაცმა ამ სისქე კანონში ჩამოწერილი პროცედურები უნდა შეასრულოს 2 მილიონამდე, 1.5 მილიონამდე, 2 მილიონამდე ადამიანისთვის, ხო? კანონის სრული დაცვით. ეს არის მართვის თვალსაზრისით წარმოუდგენელი რთული თემაა, იმიტომ რომ იქ ყველას ვერ გააკონტროლებს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი არასამთავრობოების მონაწილეობა, პარტიების, დამკვირვებლების, განათლებული მცოდნე დამკვირვებლის, განათლებული დამკვირვებლის, განათლებული ამორჩევლის. ანუ ეს ყველაფერი კომპლექსური ის არის, მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ 2000-ს. შემდგომ სამსავალი ეს არის, ვიცი რა, რაც არის და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ აი ხა თქვენ ეთერში რომ
მომავალი არჩევნებისთვის აი ესეთი პრობლემები, როგორც არის ბიულეტენების ჩაყრა, როგორც იქნება ოქმების გადასწორება, კარუსელები, ეს იქნება გამორიცხული. ანუ ეს იყოს წინ არჩევნებზე? ნუ წინ არჩევნებზე შეიძლება იყოს. მე ვერც უარყოფ და ვერც დავადასტურებ. იქნება თუ არა პარალელური დათვლა ან exit პოლები, ვთქვათ, საარჩევნო ადმინისტრაცია რას არის ახლა ამაზე საუბარი, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით ყველა იმ პროცედურას, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის და ნდობის ამაღლებას. და პირად ხასიათის თხოვნა მაქვს არჩევნებში თუ შეიძლება დამკვირვებლის სტატუსით მე და ჩემი გადამღები ჯგუფი სადმე თუ არ არის კანონით. არ არის კანონით თუ თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციამ არ ჩაგწერათ სიაში. არა, ახლა უკვე ერთი წლით ადრე უნდა იყოს. არსებულს უნდა ვთხოვოთ ვინმეს, რომ იმან ჩაგწეროთ, რომ პრობლემა არ იქნება, გადაღება არა. ჩვენი სტუმარი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მოგზავნით ჩვენთან სტუდიაში. თქვენ უყურებდით და უსმენდით სუბიექტურას, მე და შალვა ხვალუნდელი. ეს იყო დიანა ტრაბაიძეს პირველი სუბიექტური აზრი. მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა. დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს, გემშვიდობებით ხვალუნდე. ნახვამდის.